მოგესალმებით ჩემო კარგებო, საღამო მშვიდობისა, ვინც არ მიცნობთ, მე მაკავარ, ამ არხის გემრიელი ცხოვრების დიასახლისი და მასპინძელი, ამ არხზე ხან ვამზადებთ, ხან ვჭორაობთ, ხან ვკითხულობთ, ხან რას ვაკეთებთ, ხან რას ყველაფერს, რაც კი გაგვეხარდება და რაც მთავარია ვართ ერთმანეთის მიმართ ძალიან მოსიყვარულეები, თბილები, მეგობრულები, ჩვენთან სრული დემოკრატია. თუ გნებავთ, შემოგვიერთდით, გამოიწერეთ არხი, თუ მოგეწონათ, დაგვილაიქეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. თქვენ კი ჩემო უკვე მეგობრებო, ერთგულო მაყურებლებო, მოგესალმებით, კარგ საღამოს გისურვებთ. მოვედი თქვენთან, მოვედი გახარებული. გახარებული მოვედი პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორც ჩვენმა გამომწერმა ერთ-ერთმა და თავად მიხვდება ვიზებს საუბრობ მომწერა მთავარია იდეა რომ მოგივა მაშინვე გააკეთო აი როგორც იმ ფილმშია გაჩვენებთ კი არ მოგიყვებით გაჩვენებთ მაგრამ თუ კი გადასწრებ შემოკარგო უნდა დაარტყა აი ისე მიყვარს ძალიან ეს ფილმი, რაც მთავარია ავიღე და დავკარი. დავიწყე, გავაკეთე, გამოვიდა პირველი ვიდეო და ჩემი მუდმივი მაყურებლებისგან მოვიდა ორი დადებითი შეფასება, ეს ჩემთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში მიხარია იმიტომ, რომ უბრალოდ იდეის დონეზე კი არ დავტოვე, სურვილი მქონდა მიყვარს ეს წიგნი, მიყვარს ეს საქმიანობა, ავდექი, ვიპოვე დრო, გავაკეთე, დავამონტაჟე, დავდე ერთი ვიდეო და უკვე რეგულარულიც არის, ხვალ უკვე 6 საათზე მეორე ნაწილი იქნება. არ ვაკეთებ გრძელ ვიდეოებს, მაქსიმუმ 15 წუთიანები, ჯერჯერობით შესავლის ეტაპზე ვართ ესე ვთქვათ, მოთელვის ეტაპზე შესავალი არ არის, მაგრამ წიგნი მოთელვას აკეთებს. ორივე ვიდეო 10 წუთიანია, შემდგომ უკვე მაქსიმუმ 15-16 წუთიანებს გავაკეთებ ხოლმე. ჩემთვისაც ესე უფრო მარტივია და თქვენთვისაც მე მგონი აღსაქმელად უფრო მარტივი იქნება, იმიტომ რომ ვიცით რა ახალი ინფორმაცია, არასტანდარტული ინფორმაცია და ეს პატარ-პატარა ლუკმებად უფრო კარგად იღეჭება, ესე ვთქვათ და იღლაპება. თქვენს გიჭრიდნენ ხოლმე ესე კარაქი ამპურს პატარა ვაგონებად, მე მიჭრიდნენ, მე ვიყავი, გაგიკვირდებათ და ეს არა ქვია, უჭმელი ბავშვი. და მე მგონი საერთოდ ჩემ თაობაში ყველა ბავშვი უჭმელი იყო, ახლა რაღაცა უჭმელ ბავშვებს ვერ ვხედავ, ყველას გადასარევი მათ აქვს. კი, შეიძლება რაღაცაზე მაშვებოდნენ, ის არ მომწონს, ეს არ მომწონს, მაგრამ ისეთი ესე ტოტალური უჭმელობა, რომ ჩემ ბავშვობაში მე რო ვიყავი და ჩემი მეგობრები რო იყვნენ, პირამოკერილები და შეგვეძლო რომ აბსოლუტურად უსაკავებოდ გაგვეძლო ერთი დღე, ორი დღე თუ ძალითაც ჩაგვასყავდნენ, რა გვჭირდა არ ვიცი. ისე ახლა აღარ არის მე მგონი. ყოველ შემთხვევაში ისე ხშირად აღარ მესმის, რომ აი მე ისეთი ცუდი მჭამელია, რა ვიცი, ჩემი შვილი ისეთი მჭამელი იყო, ისეთი მჭამელი ლამის გადაგჭამა. ხო და ასე ჩემო კარგებო, გახარებული ვარ იმით, რომ თავი მოვაბი და გავაკეთე, როგორც ბიძაბაბუ ამბობს, ავიღე და დავკარი და მეორე ის რომ მივიღეთ თქვენგან დადებითი შეფასებები. დიდი მადლობა ჩემო კარგებო, აუცილებლად გამიზიარეთ თუ შეიძლება, ეს სხვანაირი კონტენტია, ეს სხვა შინაარსია, ეს სხვა თემა, ეს არც კულინარია და არც ყოველდღიური სალაპარაკო ვლოგია, ჩემნაირი დიასახლისისა და გამიზიარეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ არხზე მსგავსი კონტენტის კონტექსტს დაინტერესებული და მოწყურებული მაყურებელი შეიძლება არ იყოს, თქვენ კი გამიზიარეთ თქვენ მეგობრებში, ვისთვისაც შეიძლება ეს ვიდეოები საინტერესო იყოს. ჯერ სადავართ, მარტო ეს ავტორი კი არა, უამრავი ავტორი არსებობს, 30-იანი, 40-იანი, 50-იანი წლების ავტორები, ჯერ მარტო ჩვენი გურჯიევი რა დღირს, რომელთა შესახებაც ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდხანს ეს იყო ესეთი დამალული ინფორმაცია, ან სამარცხვინო ინფორმაცია და ძალიან მდაბიო თემატიკის წიგნები, იმიტომ რომ
თვლიდნენ რომ ეს იყო რეალობას მოწყვეტილი, თვლიდნენ რომ ეს იყო რელიგიის საწინააღმდეგო, ბევრი ახლაც ასე ფიქრობს, თუმცა ასე რომ იყოს ჩემ დიდ მოწონებას არ დაიმსახურებდა და მე როგორ გითხრათ, ყველას ვურჩევ რომ გაეცნოს, ირწმუნოს, დაიჯეროს ამის მიხედვით იცხოვროს არა, გაეცნოს, იქნებ საინტერესო იყოს, იმიტომ რომ მე მართლაც ძალიან ბევრი რამ შევცვალე ჩემ ცნობიერებაში და შესაბამისად ჩემ ცხოვრებაში მართლაც რეალურად მუშაობს ხალხო ეს ყველაფერი. იგივე პოზიტიური აზროვნება, იგივე მედიტაცია, აბა გიჟები კი არ არიან ტიბეტში, მთელ ცხოვრებას ამას რო უძღვნიან. და იგივე სხვადასხვა პრაქტიკები, იგივე სხვანაირი რაკურსით სამყაროს შეხედვა, დანახვა და გააზრება უკვე პოზიტიურად აისახება, აი როგორ გითხრათ, საოცარი, ენით აუხსნელი, გასაკვირალი ფაქტები ხდება, როცა ამ ყველაფრით ცხოვრებას იწყებ. მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს მადლიერება, მე რომ ჩვეულებრივი გახდა, მაგრამ ასე თუ ისე ვეჩვევით მაინც თავიდან საოცრება, აი გონია მართლა ფილმში თავი და გონია რომ ეს რა მოხდა, ეს რა არის. ეს ხო არ მეჩვენება. ეს დამთხევაა ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 100ჯერ, ყოველთვის, რომ რაღაცნაირად აი ესე იყოფა უღრანი ტყე, იხსნება ზღვა და შენ მიდიხარ, თითქოს ყველა და ყველაფერი შენზე ზრუნავს, როდესაც შენ აცნობიერებ, არ დავკონკრეტდები რას, აი იმას, რაც აი ამ წიგნებშია მოთხრობილი და ჩემი რჩევა იქნებოდა ამ წიგნებს უბრალოდ გაეცნოთ, იქნებ გაგრძელება, მხოლოდ გაცნობით არ შემოიფარგლოს. აფერცუდი ამაში არ არის შემოკარგებო, მე არანაირად არა ვარ მომხრე რაღაცა ჯადოქრობების, რაღაცა რა გითხრათ, შელოცვების, ჯადოების, რაღაცა წამლების, რაღაცა ვირისტვინების, რაღაცა ჯადოსნური ჯოხების და რაღაცა რელიგიიდან გადახვევების და რაღაცა ეს ადამიანური ნორმების დარღვევის. ჩემ ძველი მაყურებლები, ვინც ბრძანდებით, მე მგონი მე მიცნობთ და მენდობით, აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. მოკლედ, გისურვებთ წარმატებულ გაცნობას ამ ტექსტებთან, ამ ლიტერატურასთან. მე კი ყველანაირად ვეცდები, რომ დაგეხმაროთ, ჩემთვისაც კარგია, თქვენთვისაც კარგია. იცით რა გამოდის? ჩემთვის გამოდის გამეორება. არის რომ წიგნების წყარებს შორის კიდე რაღაცა ინფორმაცია, რომ რაღაცა გამოგრჩება, რომ რაღაცა სხვანაირად წაიკითხე. ფიზიკურად წაკითხვაზე არ მაქვს, გონებით წაკითხვაზე მაქვს ლაპარაკი. რაღაცა გამოგრჩა. აი ახლა მე რომ დავჯექი და აი ტექსტს ხელახლა რო ვკითხულობ და თანაც გადათარგმნას რო ვცდილობ და რო ვცდილობ უფრო დალაგებულად გადმოვცე, თუმცა მე არა ვარ პროფესიონალი თარჯიმანი, როგორ კარგადაც არ უნდა ვიცოდე ენა. ჩემთვისაც ბევრი სიახლეა, ჩემთვისაც გამეორებაა და გამეორება ყოველთვის ცოდნის დედაა და მეც თქვენთან ერთად გავიმეორებ ამ ყველაფერს და მეც თქვენთან ერთად გავაკეთებ იმ მოოცემულ პრაქტიკებს, როცა პრაქტიკები დაიწყება. აი ასე. რა არის ჩემთან კიდევ ახალი? ახალი ის არის, რომ ძალიან კარგად აგრილდა. აი რაღაცა არაჩვეულებრივად აგრილდა. იწვიმა ღრუბლიანი არ იყო, მაგრამ ადრე დაღამდა. და ახლაც არ უქიქინებს, მაგრამ ძალიან გრილა, მოკლედ ძალიან გავს უკვე ეს ყველაფერი შემოდგომას. მაღაზიაში ჩავედი, მარტივ რაღაცები ვიყიდე. რაღაცა ლიკანი, ნაყინი, რაღაც ამ ბოლო დროს ოჯახს შეგვიყვარდა ცივი ყავა. და ნაყინს ვაგდებ შიგნით და ქსიამოვნებს. მე უშაქროთ ვსვავ ხოლმე და აი ხა ის ერთი ჩაის კოვზი ნაყინიც კი რძისა და შაქრის მას მიბალანსებს გემოს, ესე ვთქვათ და კალორიაც ბევრი არ არის. შაქარს მირჩევნია ყოველ შემთხვევაში. ხო და
ძალიან მესიამოვნა გარეთ გასვლა, გასეირნება, სადარბაზოსთან უკვე ყვითელი დიდი ჭადრის ფოთლები ეყარა. ხო და დაიწყო ახლა დედაჩემაც იმაში ეზოში. მიგვამოგვა სუგვის მამაჩემი, ზაფხულში სუთ იბავს და შემოდგომაზე სუგვის, ეს არის მამაჩემის საქმე. ასევე დედასთან მივიდა თავისი მუარული ბაზარი ყავს ერთი და ძალიან ბევრი პამიდორიო რაღაცები მოვიმარაგეო მოკლედო ტომრითო ხახვიო პამიდორი ტომატისთვისო მეუთხარი ჩემს არ აიღო მეთქი არ მინდა რომ იწვალოს და მე თვითონ გავალ და მე თვითონ იმას ვიზავ გავაკეთებ ბულგარული აუღია ჩემთვის და ამ დღეებში უნდა გავიდე წვრილად დავჭრ და შევინახავ სადილისთვის საყინულში ასეთი ამბებია ჩემოკარგებო ჩემთან მერცხლებმა აფრინეს ხალხო თავისი ბარტყები უკვე ისე კარგად ასწავლეს ჩვენ სადარბაზოში რო არიან ფრენა რომ გვიან ღამემდე არ შემოდიან სადარბაზოში თავიანთ ბუდეებში მთელი დღის განმავლობაში ბუდეებიც არიელია ყველა სართულზე ვიფიქრე რომ ღმერთო რა მეყვარ დაემართათ საწავიდნენ მაგრამ ესე ერთიანად საწავიდოდნენ და თურმე გარეთ დარბიან დაჭიკჭიკებენ და გვიანობამდე იქ არიან და უკვე ალბათ ემზადებიან გასაფრენად თავის თბილ ქვეყანაში საყვარლები ძალიან მიხარია ეს ამბავი და საერთოდ შემოდგომა მიყვარს ძალიან უკვე მოხდება ხოლმე ვიდეოები აბა ფილმები რომლებიც შემოდგომაზე მყუდროდ საყურებელია და რაღაცა დავფიქრდი საახალწლო ფილმები მაგდა შემოდგომის არა მაქვს ეხლა ახალ ფილმებს ვუყურებ, უბრალოდ ახალ ფილმებს ვუყურებ, რომელიც შენახული მაქვს, დასკრინული მაქვს, ძალიან ბევრია. წლები გადიოდა, რომ მე ფილმს გულს ვერ ვუდებდი და არ მქონდა მაგისი არც დრო, არც ჯანმრთელობა, არც ნერვები, არც არაფერი და ახლა ნელ-ნელა დავიწყე. ნახე ალმოდოვარის პარალელური დედები და სიტყვები არ მყოფნის და მაქვს კიდევ ახალი კიდევ ერთი ფილმი დარჩენილი სანახავი ტილდა სვენსონთან და ჯულიან მურთან ერთად ვიცი რომ იმაზეც გავგიშდები გადავირევი დედაჩემმა ნახა ფილმი დოგმენი გადაირია და ეს რა ვნახეო დავგუგლებ ნახე თურმე ყოფილა ლუკ ბესონის და ამას წინათ ჩავრთე ჩემი დასკრინულების სიიდან ლუსი ახალი ფილმი არ არის აღარ მახსოვს რომელიც ის არის სკარლეტ იოჰანსონი თამაშობს და აღმოაჩინე რომ თურმე ეს ლუსიც ლუკ ბესონის არის ეცეთ არ წამიკითხავს ვისი იყო სცენარი ისა ესა ჩავრთე პირდაპირ და ცო მეთქი რანაცნობია მე მივხვდი მეთქი ნამდვილად ამისია და იმას ვქენი დავაპატრავე ეკრანი და ვნახე რომ ლუკ ბესონია შეგახსენებთ რომ ლუკ ბესონი არის რეჟისორი ფილმის მეხუთე ელემენტი ცისფერი ხან უბსკურს თარგმნიან ხან სიღრმეს თარგმნიან ასევე მისი გადაღებულია ლეონი მოკლედ კარგი რეჟისორია ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რეჟისორია ხო და ყველას გირჩევთ ლუსის ძალიან კარგია, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეზოთერული ლიტერატურა გაინტერესებთ და გაინტერესებთ ეს რაღაცა არასტანდარტული, არაორდინალური, რაღაცა ახალი შეხედულება, სამყაროს ახალი აღქმა, ახალი განმარტება, ესე ვთქვათ, სამყაროს მოწყობისა, ისევე როგორც მატრიცაში, ძალიან ნათლად არის რაღაცეები, ნაჩვენები, ძალიან მომეწონა, თუმცა კი ძალიან ლამაზი გოგოა სკარლეტ იოჰანსონი, კარგი გოგოა, მაგრამ მაინც არ მესმის როგორ აღიარეს ის სამყაროს და პლანეტის და რა ვიცი, ყველაზე ლამაზ ქალად და რა ვიცი, ესეთი არ არის, იცით, ძალიან ბუნებრივი გოგოა, ჩვეულებრივი კარგი გოგოა, კარგი აგებულებით, მაგრამ აი ისე რომ ვთქვათ, რომ ესეთი სოფი ლორენი და მონიკა ბელუჩი და ეს ჯიშიანი ზვიგენივით დიდი ქალები რო არიან, ესეთი აშხვართული ჯულია რობერტსი და რა ვიცი, თქვენ შეიძლება არც მოგწონთ, მაგრამ ჩემთვის ის რაღაცა სხვა კატეგორია, ესეთი ჯიშიანი საეკრანო ქალების და
რაც ახლა ამაზე ისე ვერ ვიტყოდი, რა გითხრათ. თუმცა მე ადამიანებს ეს გარეგნობით არ ვაფასებ. არაფერი მაგაში ცუდი არ არის, რომ და საერთოდ ვინ თქვა, რომ მსახიობი უნდა იყოს აუცილებლად ლამაზი. არ ვიცი, ერთი და საერთოდ ლამაზი ძალიან პირობითი და შედარებითი რაღაცაა. სილამაზე რაღაცა სიმეტრია და სიმეტრია ჩემთვის ძალიან მშრალი რამეა. ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მშვენიერებას. მშვენიერება სხვა რამეა. ხო და ასე რომ შემოკარგებო, ესეთი ამბები გვაქვს. კიდევ ჩემმა შვილმა მირჩია უყურეო სერიალს შთამომავლობა. Наследие. ჩავაგდებ სკრინს. და ასევე Netflix-ის სერიალია და ჯერჯერობით გადაღებულია 1-2 საათიანი სერია. ძალიან კარგი მსახიობები თამაშობენ და მის სკრინსაც ჩავაგდებ, ქვია 4 შაბათის კლუბი. კვლელობების კლუბი რაღაც 4 შაბათისა თუ რაღაც ესეთი ჩავაგდებ მოკლედ. აი ესეთი ამბები მაქვს მე. მოკლედ, უდრო თუ არ მშვიდე თუ არ წყნარა თუ არ მიხარია რომ საქმე გავაკეთე. საერთოდ ძალიან პროდუქტიული ვარ, რომ აგრილდა, აი ვიდეოებსაც ხშირად ვიღებ, აი აუდიო წიგნის ვიდეოებიც გავაკეთე. ბევრად უფრო აქტიური ვარ TikTok-ზე და მადლობელი ვარ თქვენი ხალხო, იმიტომ რომ ნაცნობ სახეებს, YouTube-ის გამომწერებს გხედავთ TikTok-ზე, შემომიერთდით კიდე ხალხო. და გამიზიარეთ ეს TikTok არხიც, გემრიელი ცხოვრება ქვია, ლათინურად გემრიელი ქვედა დეფისი და ცხოვრება. და თუ კი თქვენ საახლობლოში ყავთ პატარა ბავშვები, პატარებისათვის მეორადი და არა მხოლოდ მეორადი საბავშვო ჩასაცმლის და არა მხოლოდ ჩასაცმლის ონლაინ ლაივ გაყიდვები მექნება მალე ამ TikTok არხზე. ახლა მინდა ჩემოკარგებო დაგანახოთ რა დღესია ჩემი ისა რა ქვია ესე ვთქვათ მისაღები ოთახი ბუბუ მოიპარა ტვალეტის ქაღალდი სულ ახალი წინცხალი მაგიდიდან და მაგიდაზე იდო და ნახეთ რა გააკეთა აი ასეთი სულელია ჩემი ბუბუკა სულელი და გადარეული. ხო და მაგრამ არ წავართ ვიცით, რადგან უკვე გააფუჭა ითამაშოს მეთქი და მიყარა ძალიან ბედნიერი იყო. ასე შემოკარგებო, წავედი ახლა მე ჩავდებ კომბოსტოს წნილს. ძალიან მარტივად ვაკეთებ. გავჭრი 4-ან 6-ად, გააჩნია რა მხოლოდ თავია, ჩავალაგებ ლამაზად კილოში. ჩავდებ რამდენიმე ღერნიახურს, გაბწკნილ და დაჭრილ ჭარხალს. თუ მწარე მინდა ერთ მწარე წიწაკას, ასართ არ ჩავდებ, რა ვიცი. ზოგი ნიორსდებს, ზოგი სურნელოვან წიწაკის მარცვლებს დებს, სურნელოვანი წიწაკის მარცვლებს, დუშისტი პერეცქე რომ ეძახიან აი იმას, ხო და ვასხავ მერე მარილ წყალს. ჩვეულებრივად ლიტრზე 1 დესერტის კობზი, ისე რომ კარგად დაიფაროს. ცივ, ჩვეულებრივ ონკანის წყალს. მორჩა და გათავდა, დავაფარებ ქაღალდს, არ უნდა არც მოხუპვა, პლასმასის დაფარება შეიძლება, მაგრამ მე ქაღალდს ვაფარებ, ჰაერი ჩავიდეს და იდუღოს ბაქტერიებმა, იფუთფუთონ შიგნით. დრო და დრო დავაწვევი ხოლმე ხელით, რომ თავზე ესეთი სიმშრალე და უბი არ გაიკეთოს და ძალიან მალე, ახლა ჯერ კიდევ საკმაოდ თბილა, ძალიან მალე, აი მაქსიმუმ ერთ კვირაში კაი გემრიელი კრაწუნა შესახრამონებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავასხავ მას ძმარს, თუმცა ასწრაფებს ძმარი, აი თეთრ კომბოსტოს ვამატებ ხოლმე და თურმე არ უნდა დავამატო, იმიტომ რომ ისეთი სასარგებლო აღარ არის.
აი სასარგებლო არის, როდესაც თავად თვითონ გადის ბუნებრივ ფერმენტაციას და მარილთან ერთად არ ფუჭდება და ეს ყოფილა თურმე აი წამალთა წამალი ყველაფრისთვის, შაქრიანი დიაბეტიკისთვის, ღვიძლი ნაღველის გაცხიმოვნებისთვის, ყველა ინსულინ რეზიდენტობისთვის, ჩიყვისთვის, იმიტომ რომ კომბოსტო ისე ძალიან სასარგებლო რამეა. მოკლედ, წონაში მოკლება ადამიანს თუ უნდა, დღეში ერთხელ მაინც რაღაცა ფორმით უნდა მიიღოს ნებისმიერი კომბოსტო. იქნება ეს პეკინური, ბროკოლი, ყვავილოვანი, აი რაც გინდა. სალატს აკეთებო, კომბოსტო ჩადეო, რაღაცა რაგუს ხრაკავო, კომბოსტო ჩადეო. არაფერი არა გაქო, ამოიღებ იმ წნილს და გარნირს მიუდებ გვერდზე და ძალიან მინუსებში მიდის კალორიები თურმე. კომბოსტოს ისედაც მინუს კალორიულია და ისედაც ბევრ კალორიას მოითხოვს, რომ გადაამუშავოს ორგანიზმმა, შესაბამისად კი არ გვიმატებს კალორიას, მინუსებში მიყავს. მე ვარჯიშობ ყოველ საღამოს, ან ღამე, უკვე ბნელა ხოლმე, 1 კილომეტრს ძალიან სწრაფი ნაბიჯით გავდივარ და ეს 1 კილომეტრი ამ ტემპერატურაზე და ამ წონაზე მე უკვე მყოფნის რომ თავიდან ბოლომდე გავიწუწო, ერთ სული მაქვს ხოლმე აბაზანაში როდის შევა. აუცილებლად ნელ-ნელა მოვამატებ, მაგრამ ჯერჯერობით 1 კილომეტრი არის ის მანძილი და ის სიჩქარეა, ეს 5.0, რომელიც აი ამ ეტაპზე ჩემ წონას და ჩემ განწყობას არ ბეზრდება. გავდივარ დაახლოებით 13-14 წუთში. სწრაფია, დამეთანხმეთ, რომ 1 კილომეტრს 13-14 წუთში საკმაოდ სისწრაფე ჭირდება, რომ დაფარო. ესეთი ამბებია, მოკლედ ჩემო კარგებო. რამდენჯერ თქვი, ჩემო კარგებო, მოკლედ ესეთი ამბებია, რა არის ახალი, ესე რა, ესე. არა საეკრანო საუბარი მაქვს ხალხო, იმიტომაც არის ვლოგი და იმიტომაც არის გადაცემა, მაგრამ იქ რაღაცას ესეთი მიაქციო ყურადღება. როგორ ამბობ? აქ არ არის აუცილებელი, აქ ყველანი შინაურები ვართ, თვითონ ყავაზებს ხედავთ და ჭორი კანაობთ. ყოველივე კარგს გისურვებთ, კარგი საღამო, კარგი ღამე, ხვალ 6 საათზე ვადიმ ზელანდის რეალობის ტრანსფერ სერფინგის მეორე ვიდეო გამოვა. ხვალაც ესე ვთქვათ, მოთელვა. მესამე ვიდეოში უკვე ტექნიკები მოდის, ასე რომ იყავით ყურადღებით, გაუზიარეთ მეგობრებს, დამილაიქეთ, გამოიწერეთ თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, ასევე ხვალ ვლოგიც გამოვა, მოკლედ აგრილდა და მე გავაქტიურდი ჩემო ძვირფასებო და ეს ყველაფერი არის თქვენი დამსახურება, მადლობა თქვენ. აბა, კარგად დაისვენეთ, შევხვდებით ხვალ. კარგად წამოდგეთ.